შენ აკეთებ მასაჟს, იწელები, წაისვამ წამალ ზურგზე და ტკივილი მაინც გრძელდება. შენი წელის პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ამ სახსარში იყოს. ამ ვიდეოში მინდა ნაბიჯ-ნაბიჯ გაჩვენო, როგორ გაათავისუფლო ეს სახსარი სახში მარტივად და უსაფრთხოდ. და რაც თავარია, ნახავ, რომ არ არის საჭირო იყო ახალგაზრდა, გამხდარი, ან კონდეს დიდი მოქნილობა ამ ვარჯიშების შესასრულებლად და შენი ხერხემლის მოსადუნებლად. ძალიან მომეწონა. ეს არის საკროილიაკური სახსარი, ეს არის ფეხების და ხერხემლის დამაკავშირებელი. როცა ამ სახსარს კარგ მოძრაობას უბრუნებთ, ხერხემალის და ფეხებიც უფრო მსუბუქი, უფრო თავისუფალი და უკეთ ფუნქციონირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პატარა სახსარი მცირე მოძრაობას ახორციელებს, არსებობს მრავალი კვლევა, რომელიც აჩვენებს მის მნიშვნელობას ხერხემლისა და ფეხებისთვის. ეს კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც ეს სახსარი იბლოკება და მოძრაობას კარგავს, ის ხელს უწყობს ტკივილის გაჩენას და ტრავმის გაჩენასაც კი უწყობს ხელს. ხოლო ამ სახსრის გაუმჯობესება შეიძლება ფეხბურთელებში დარქმის სისწრაფესა და ძალასაც კი აუმჯობესებდეს. პირველი ნაბიჯი ამ სახსრის გამბლოკვისა და შენი სხეულის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად სწორედ ეს არის. დაწვები ზურგზე, ფეხებს გაასწორებ და დაგჭირდება ბურთი, ბალიში ან ბალიშის მსგავსი რამ. დადე ეს ბალიში ან ბურთი კოჭებს შორის და ამ მდგომარეობაში მოდუნდი. დააჭერ ბალიშს, დაითვლი 5-მდე და მოდუნდები. ამას 3-ჯერ გაიმეორე. თუ მუხში ან აქ საზარდულის ახლოს იგზნობ ტკივილს, შეგიძლია იგივე გააკეთო ბალიშით ან ბურთით მუხლებს შორის. დააჭირე, დაითვალე 5-მდე და მოდუნდე. ჰეი, ეს საკმაოდ კარგია. მეორე ნაბიჯი პირდაპირ ზემოქმედებს საკროილიაკურ სახსარს. აქ მიზანია სივრცის შექმნა თითქოს ორივე სახსარს, მარჯვენას და მარცხენას ერთდროულად ხსნით. გაგრძელეთ ზურგზე წოლა, ეხლა მოხრილი ფეხებით და გამოიყენეთ კამარი. ამოიცვით ეს კამარი მუხლებზე ზემოდან, აი დაახლოებით ამ სიმაღლეზე, შეგიძლიათ ბალიშიც გამოიყენოთ უპრობლემოდ. ამ პოზაში თქვენ დააწვევით დუნდულებს მატრასზე. არ მისცეთ დუნდულებს აწევა, კარგი? ქუდუსუნი ფეხებს შორის არ შეწიოთ. დუნდულები დატოვეთ მჭიდროდ მატრასზე და ახლა ძალას გამოიყენებთ, რომ მუხლები ერთმანეთს დააშოროთ. თითქოს კამრის გაწელვას ცდილობთ. ძალა გამოიყენეთ იქამდე, იმდენამდე, რამდენადაც დისკომფორტს არ გიქმნით. დაითვალეთ 5-მდე, დაითვალეთ 5 წამი და შემდეგ მოდუნდით, ასევე გაიმეორეთ ეს 3-ჯერ. როცა ძალას ვიყენებთ კუნთების ძალას, რომ ერთდროულად გავხსნათ ორივე მხარეს საკროილიაკური სახსრები. საოცარი. ეხლა ჩვენ დავაკეთეთ გასწორებას მარჯვენა და მარცხენა მხარეს შორის. შენი ხერხემლისთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რადგან ეს გაათავისუფლებს შენს ხერხემალს, როცა დადიხარ, როცა დარბი ხარ, როცა კიბეზე ადიხარ, როცა ველოსიპედს ატარებ და მაშინაც კი როცა ზიხარ. ვცდილობ პრაქტიკული ვიდეო გავაკეთო, პირდაპირ საქმეზე გადავიდე, მაგრამ უნდა აგიხსნა რას ვაკეთებ. არ ინერვიულო. ამ ვიდეოს ბოლოს საჩუქრად მოგცემ ვარჯიშების თელ ამ მიმდევრობას. ახსნა განმარტების გარეშე, მონტაჟის გარეშე. უბრალოდ დააჭერ პლეის და ჩემთან ერთად გააკეთებ ვარჯიშებს. შევთანხმდით? დაჯექი გვერდულად, უფრო დივნის ან სკამის კიდეზე, იმ მხარეს, რომელიც სკამის გარეთაა. ანუ იმ მხარეს, სადაც დუდული სკამის გარეთაა, ფეხს უკან გაწევ, სანამ არ იგრძნობ დაჭიმულობას ბარძაკის წინა მხარეს. თეძოს წინა მხარეს. ყურადღება უნდა გაიწელო ისე, რომ არ გეთკინოს. კარგი? ეს იგივე შეგრძნებაა, როგორც დილით გაღვიძებისას იწელები. გრძნობ რო იწელები, მაგრამ ეს სასიამოვნოა. ამ პოზიციაში ორივე ფეხით მიწას დააწვევი, თითქოს ადგომას აპირებ, დუნდულს 1 სანტიმეტრით ასწევ დივნიდან ან სკამიდან, აბა ძალა მოიკრიბე. კიდევ ერთხელ. დაითვალე 5-მდე და მოდუნდი. ამას 3-ჯერ გააკეთებ თითოეულ მხარეს. უკვე პირველივე ჯერზე როცა ამას აკეთებ, ხერხემალში ბევრად მეტ შვებას იგრძნობ, მაგრამ თუ ამას ყოველდღე გააკეთებ, ბევრად უფრო ხანგრძლივ შვებას იგრძნობ. შემდეგი ნაბიჯია ისწავლო, როგორ გაათავისუფლო ხერხემალი. უკვე გაჩვენეთ, როგორ უნდა გააკეთო ეს ამ ვიდეოში და აქ არის მთელი ეს თანმიმდევრობა სწორად რო ჩართო და ერთად გავაკეთოთ ვარჯიშები. ამ ვიდეოს ახსნე ვერ იპოვი, ხოლოდ აქ შეგიძლია ნახო. ეს საჩუქარია შენთვის. თუ შევძელი და დაგეხმარე, უკვე იცი, გაუზიარე ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც წელის ტკივილი აქვს, ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა. გამოიყენე ეს ვიდეო, რომ დაეხმარო მათ, ვისაც სჭირდება. მე აქ დაგემშვიდობები. დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.